მოგესალმებით. მარიამ, შენ რატოდ გახარ იქ გვერდზე? მოგესალმებით. შენ ფიქრობ, რომ აი ამ სკამზე გინდა დაიწყო? მოდი. მობზანდით, აი ამ სკამზე საბზანდით. მე დღეს წავიყვან აი ამ გადაცემას. ძალიან კარგი. მოდი ესე დავიწყოთ. მე მთელ საქართველოს შევხვდი, რომ ისეთ იურიდიულ სამსახურს ჩამოვაყალიბებდი, რომ დიდი და პატარა ვისაც ჩვენ დავჭირდებოდით, ყველანი იქნებოდა კმაყოფილი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ახალგაზრდები წინ წამეწია. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი 1000 ადამიანი არის ჩვენს კომპანიაში გაუვლია, უსწავლია, პრაქტიკა მიუღია. ალბათ 1000-ობით. სუდად ვინც წავიდა, ვერ გაუმართლა, ვინც კაცურად წავიდა, ყველას გაუმართლა. ესეთია ცხოვრების წესი. მე ჩამოვაყალიბე ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, ვინაიდან ეს საქმე მოითხოვა. და რატომ უნდათ ჩემთან თანამშრომლობა? იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად იმას გავაკეთებთ, რასაც შევკვირდებით მოსახლეობას. იცი თქვენ დღეს მე გეკითხები თქვენ ერთ შეკითხვას გისვამ. დღეს ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატიდან უფრო დასაცავია დაუშვათ დაზარალებული ვიდრე სახელმწიფოდან. ეს მე მესმოდა და მესმის. მეც ბევრი რამე გავიარე ისეთი, რომელიც არ მომწონდა და არ მომწონს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. თქვენ ახალგაზრდები ხართ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მზად იყოთ ნებისმიერი ადამიანის მოსმენისთვის და მე მას უნდა აუხსნათ, რომ ის ან მართალია, ან მწვანეა და მიხედავთ ჩვეულებრივად. მოდი დავიწყოთ ერთი პატარა სიურპრიზით. მოდი პირველად დღეს ჩვენ შევხვდით აი ამ ფორმატს. მე რაც შეგვირდებით ყველაფერს გაგიკეთებ. ხელფასიც იქნება, ისიც იქნება, ისიც იქნება, ავტომობილიც იქნება და ყველაფერი იქნება, მაგრამ პირველად დღეს მოდი ესე გავაკეთოთ. აქ არის ფურცელი და მოდი დავიწყოთ მარიდან. არის სასწრაფო დაწერე შენი სახელი და გვარი, დაკეცე და დადევი მაგიდაზე. ოღონდ ჩქარა, დაჩქარებული წესით. და რას გავაკეთებ დღეს? დღეს მინდა თქვენი თავი გავაცნო მთელ საქართველოს. ზოგიერთები იწერებიან, რომ ვერ ჩამოაყალიბებთ, არ ჩამოაყალიბებთ, ან არ მოგცემენ ამის საშუალებას. თავარი არის ერთი რამ, მონდომება. თუ მოინდომებ, ყველაფერი გაკეთდება. აი ნახეთ, აი ეს გოგო ბიჭები, შეხედეთ, ამ კომპანიის დირექტორ შეხედეთ რა ლამაზი ქალბატონია. მაგრამ აი ეს ქალბატონი არის პროფესიონალი. ამ ახალგაზრდებს შეხედეთ, აი რატომ უნდა მიდიოდნენ ეს ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ეს ახალგაზრდები ხვალ ყველანი იქნებიან უმაღლესი დონის პროფესიონალები. დღესაც არიან და ხვალ უფრო ძლიერები იქნებიან უთუოდ. ცოტა დააჩქარეთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მართალი ადამიანი გამართლდეს. ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა ქეთიმ რაღაცა საქმე იყო და ისეთი საქმე მოიტანა, ვერც კი წარმოვიდგენდი ქართულ სინამდვილეში, ქართულ ოჯახში ეს თუ მოხდებოდა. ცოლსა და ქმარს შორის გაუგნებული დავრჩი და ესეთი არის ძალიან ბევრი. მაგრამ ქეთიმ მამაკაცი გაამართლა და სამ დღეში ის დაუბრუნდა იმ ოჯახს, სადაც იზრდებოდა თუ ცხოვრობდა. მსგავსი იქნება ოჯახურზე, მსგავს გააკეთებენ ყველანი ერთად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუ მართალია ქალბატონი იქნება მართალი,
თუ იქნება მამაკაცი მართალი, იქნება მამაკაცი მართალი. მე ახლა დაგაცანით ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები, მინდა რომ ხვალიდან უკვე დღეიდან ხვალიდან ჩვენ უკვე რეალურად დავიწყოთ მუშაობა და სანამ ეს პატარა ცერემონიალი გაკეთდება, ქალბატონო მარი, პირველი სიტყვა ვის მივცეთ? რა თქმა უნდა, კომპანიის დირექტორ ქალბატონ ქეთევან ხერკელაძეს. მოკლედ, ქალბატონო ქეთევან, რას ეთყოდი დღეს საზოგადოებას, თბილის, საქართველოს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თქვენს გვერდზე დგანან? ვეტყოდი, გამარჯობა, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ ჩვენს გუნდში არიან საუკეთესო, უძლიერესი პროფესიონალები, ძალიან მოტივირებული, ძალიან განათლებული, ძალიან უკვე წარმატებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით გაგიწევენ სანდო და კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურეობას. თქვენ შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ დღეღამის ნებისმიერ დროს. ჩვენი ნომრები 24 საათის განმავლობაში არის ჩართული. ხშირად პირადად მივპასუხობ ზარებს და იცოდეთ, რომ როდესაც ამ ნომერს აკრებთ, თქვენ ნამდვილად იქნებით სანდო ადამიანების ხელში. დიდი მადლობა. ანა მარშანია, ანამ თავი შეგვაყვარა. და გადავცეთ მიკროფონი ანა. ალბათ მეუღლეს, შვილს, მამას, დედას ძალიან უხარია, რომ ჩვენ მოხვდით საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში. კომპანია, რომელიც არის ქვეყანაში დღეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი იქნება, დღეს ჩათვალე ვიწყებთ მუშაობას და ეს არის ჩათვალე დუბაის ფილიალი არ არის კიდევ ვიმეორებ. ეს არის ჩათვალე ყველაზე დიდი კომპანია, რაც არის დუბაიში, იმის წარმომადგენლობა. ჩათვალე ესეთია. ოღონდ ეს არის 100% ჩვენი და ჩვენი დაფუძნებული. გისმენთ, რას ეთყვი ქართულ მოსახლეობას? საქართველოს ელოდება ახალგაზრდებს, კვალიფიკაცია მიღებულ იურისტებს. ვინაიდან ბევრმა დამირეკა და მითხრა, რომ აი ნახავ აბა როგორი ახალგაზრდები იქნებიან. მე ყოველთვის ვაკეთებდი აქცენტს ახალგაზრდებზე. ვინაიდან იურისტებს არა, ადვოკატებს მერთვა დაგვიფაროს ყველა, მაგრამ ძალიან გაფუჭებული აქვს სახელი. შეიძლება თქვა, რომ ის ადვოკატი ვარ და შევწხვეს. არ უნდა შევწხვეს, როცა ადვოკატი ხარ, ეს არის ქვეყანაში ქვეყანა, ეს საბუთი, სტატუსი, რა ვიცი. მოусმინოთ, რას ეთყვი მოსახლეობას? მოგესალმებით პირველ რიგში. მე ვარ GB გრუპის სისხლის სამართლის ადვოკატი ანა მარშავა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გულისხმიერი, ახალგაზრდა იურისტებისგან, რომლებიც მე პირადად პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თქვენი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. თუ თქვენი ახლობელი, ოჯახის წევრი დააკავეს, გთხოვთ, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდით, იმიტომ რომ ადვოკატის დროული ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამერწმუნეთ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები. დიდი მადლობა. ანა კეიდიას თხოვოთ, აბა რა სიტყვის? ქალბატონი ანა ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი გოგოა, როგორც ყველა, კარგი ბიჭები და კარგი გოგოები და იმდენად კარგი გოგოა და იმდენად მომწონს ყველა მისი გამოსვლა და მომწონს მისი გავლილი გზები, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გუნდში ერთ-ერთი სასახელო და სანიმუშო იქნები. პირველ რიგში მადლობა. მოგესალმებით, როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, მე გახლავართ GB გრუპის იურისტი ანა კეიდია. მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია და მასში დასაქმებული იურისტები თუ ადვოკატები სრულ მომსახურებას უწევენ კლიენტებს სამართლის ნებისმიერ დარგში. მათ შორის და არა მხოლოდ საწარმოსთან დაკავშირებულ საოჯახო და სამემკვიდრეო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებებიდან გამომდინარე დავებზე, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, შრომითი ურთიერთობებიდან, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ კი თქვენ გსურთ ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, ჩვენ გაგიწევთ სრულ და კვალიფიციურ მომსახურებას. ასევე წარმოგადგენთ სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა თუ საერთო სასამართლოებში. და ბოლოს, თუ კი თვლით, რომ თქვენი უფლებები ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე არსებულ საერთო სასამართლოებშიც ვერ იქნა სათანადოდ დაცული, მაშინ ჩვენ სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას გაგიწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მარიამ გაბუნია. მარიამ გთხოვთ, გაბუნია კი ხარ, მეგრელი კი ხარ და დარწმუნებული ვარ, რომ ხო ხედავ ხალხი რას იწერება. ყველა მეგრელები არიანო, კაცო, არ არის ყველა მეგრელი, ხო? აქ ვინც საუკეთესოები იყო იმ სიაში ავარჩიე, ხო? და რა გასაკვირია რომ მეგრელები ცოტა ბევრნი აღმოჩნდნენ ამ სიაში. ხო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე გახლავართ GB გრუპის იურისტი, წარმოადგენს სამეწარმეო მიმართულებას და რასაკვირველია, საქართველოს განვითარებადი ქვეყანაა, ბიზნესი დღითი დღე წინ მიიწევს და ეკონომიკა უნდა განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენი გვერდში დგომა ამ მიმართულებით ცალსახად საჭიროა. მოლაპარაკებები იქნება ეს ბიზნეს ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობები თუ სხვა მიმართულება, ჩვენთან ერთად გაცილებით გაგიმარტივდებათ პროცესები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გიცხადებთ გვერდში დგომას. მადლობა. მოდი, სიტყვა, დიდი მადლობა, კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა და სიტყვა გადავცეთ დაჩი ფერაძე. დაჩი ხო არა ხარ მეგრელი? მაგრამ მოხდი აქ, ხო? არც არავინ არ მოყოლია, ხო? რატომ მოხდი იცი? აი ის თქვენი განათლება. აი ის თქვენი პატიოსნება, ის თქვენი კარგი მიდგომა საქმის მიმართ, ამან მოგიყვანა აქ და კი ბატონო იმუშავე, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ქვეყანასაც გამოადგე და ოჯახსაც დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთე. მოგესალმებით, დაჩი ფერაძე და ბარბარა მახარაძე გაცნობებთ, რომ GB გრუპში გაიხსნა სპორტის სამართლის დეპარტამენტი, შესაბამისად, საფეხბურთო კლუბებს და ზოგადად კლუბებს, აგენტებსა და ათლეტებს გთავაზობთ სახელშეკრულებო მომსახურებას, ტრანსფერების ორგანიზებასა და წარმომადგენლობას სპორტის სამართალთან დაკავშირებულ დარგში. დიდი მადლობა. სიტყვა გადავცეთ ვის? ბარბარა მახარაძე დაასრულებს სპორტის მიმართულებით. ბარბარე, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, აი იმდენად მინდა თქვენზე, თითოეულ თქვენთაგანზე ვისაუბრო, დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ შენ რაღაც განსაკუთრებული გოგო ხარ. და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელი დედამიწის ზურგზე, სადაც არ უნდა იყოს და ხელშეკრულებას დადევს, ეს იქნება თქვენი დამსახურება, თქვენ უნდა დადოთ ეს ხელშეკრულება და მოусმინოთ. დიდი მადლობა გამოცხადებული. კარიერა დაუცველი და ითანამშრომლობ სპორტის სამართლის სპეციალისტებთან ერთად. დიდი მადლობა, კაი გოგო ხარ, ეს ძალიან კარგი მიმართულებაა. ზოგჯერ ფეხბურთელები მერე ჩივიან და ვერ აგვარებენ ხელშეკრულებაში რაღაც უწერიათ, გაურკვეველი რაღაცეები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, როცა ფეხბურთელი ხელშეკრულებას დადევს მილანში იქნება, თურქეთში, იტალიაში თუ ნებისმიერ ადგილზე თქვენ გააკეთებთ ხელშეკრულებას და პასუხსაც აგებთ. მოდი, სიტყვა მივცეთ ოთარ მამულიას. მოგესალმებით, მე გახლავართ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ არიან ადამიანები პენტენციურ დაწესებულებებში, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ჩვენი დახმარება და ამ შემთხვევაშიც თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ იქნა განაჩენი უსამართლოდ გამოტანილი, გთავაზობთ ჩვენს სრულ მომსახურებას იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე დამტკიცდეს, ეს იქნება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ჩვენი მთელი რესურსი, კომპანიის რესურსი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ თქვენი სიმართლე დამტკიცდეს. მადლობა. დიდი მადლობა.